ძალიან ცნობილი და დამსახურებული ოჯახი იყო მაყაშვილების, კოტე მაყაშვილი მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი თავმჯდომარე. მისი მეუღლე იყო ეკატერინე გაბაშვილის ქალიშვილი და გამათი ქალიშვილი იყო მარო, რომელიც სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, ისეთ იყო გაზრდილი, უცლებებით ახსავსე, რომელსაც სამშობლოსთვის ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება უნდოდა და შეძლებდა კიდევ. მარტო ამ ოჯახში სამი ძმა შეეწირა კომუნისტურ დიქტატურას. ოთარი იუნკერთა სკოლის წარმომადგენელი იყო, 19 წლის მმართველი გახლდათ. ეს იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გამოიჩინო ღირსება და შემართება. თავგანწირვის ბევრი მაგალითები გვაქვს ჩვენ, ერთად იგივე შალოერის და რომელიც გადაეფარა კვიანფროს. ესეთი თავგანწირვა, რომელიც რა თქმა უნდა უყალოდ არ ჩაებდა. კოლა კალანდარიშვილი, ჩემი ბაბუის ძმა, რომელიც სრულიად ახალგაზრდა 21 წლის ხალისე იუნკერი მონაწილეობდა კოჯრის მისადგომებთან. ეს არის სიამაყე, რომელიც მე პირადად ჩემს შვილს, ჩემს შვილიშვილებს აძლევს რაღაც თამასას, როგორ უნდა ვიცხოვრო. ისე რომ თქვა ის იდეა, რომელსაც ეს ახალგაზრდები შეეწირენ, რაღაცნაირად გამართეს და ჩვენმა ქვეყანამ მიაღწიოს სასურველ მიზანს.